მოგესალმებით, თქვენ უყურებთ სამედიცინო პოდკასტ ნინო მარღიშვილთან ერთად და როგორც ყოველთვის საუბრობთ ძალიან აქტუალურ და საინტერესო თემებზე. ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის თემა გახლავთ მეტაბოლური დარღვევები. ეს ძალიან სერიოზული და საინტერესო საკითხია. ეს ის პრობლემებია, რომლებიც ხშირად უხილავად ჩნდება, მაგრამ საკმაოდ აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობას. რა არის მეტაბოლური სინდრომი? რა სიმპტომები ახასიათებს მას? როგორ დავიცვათ თავი ინსულინ რეზისტენტობისგან? რა როლი აქვს ამ დაავადების ჩამოყალიბებაში ჩვენი ცხოვრების წერს-ძილს, სტრესს და კვებას? ამ ყველაფერზე დღეს ვისაუბრებთ ძალიან გამოცდილ და კვალიფიციურ სტუმართან. ჩვენთან დღეს სტუმრად არის კლინიკა N-Medicine-ის ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი თამუნა კუპრეიშვილი და ჩვენ ერთად შევეცდებით თქვენს კითხვებს ამომწურავად უპასუხოთ. მოგესალმებით თამუნა, დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, როგორც დასაწყისში აღნიშნე, ძალიან საინტერესო და აქტუალური თემა არის დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის თემა. მინდა რომ ჩვენს მენელს უთხრათ, რას ნიშნავს მეტაბოლური სინდრომი და ანალიზებში და დაავადების სიმპტომებში, რა გვაფიქრებინებს ამ დაავადების არსებობაზე. დიახ. მეტაბოლური სინდრომი, ეს არის მეტაბოლური დარღვევების ჯგუფი, რომელიც მოიცავს სიმსუქნეს, ინსულინ რეზისტენტობას, არტერიულ ჰიპერტენზიას და დისლიპიდემიას. მეტაბოლური სინდრომის მქონე ადამიანების პოპულაციაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი გულსიზრდე დაავადებების რისკი, მაგალითად მიოკარდიუმის ინფარქტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, პერიფერიული სისხლძარღვების დაზიანება და ასევე ძალიან არის გაზრდილი ტიპიური შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი. უფრო ზუსტად რო ვთქვათ, 5ჯერ არის უფრო ხშირად ამ ჯგუფში ტიპიური შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი და 2ჯერ უფრო ხშირად არის ათეროსკლეროზული გულსიზრდე დაავადებების განვითარების რისკი. იმისთვის რომ მეტაბოლური სინდრომის დიაგნოზი დაისვას, რომ ვთქვათ, ადამიანს აქვს მეტაბოლური სინდრომი, 3 ან მეტი დარღვევა უნდა იყოს სახეზე. ეს არის ცენტრალური სიმსუქნე, წელით გარშემოწერილობას ვაქცევთ აქ ძირითადად ყურადღებას, ამერიკული რეკომენდაციებით მამაკაცებში 101 სანტიმეტრზე მეტი, ევროპული რეკომენდაციებით 94 სანტიმეტრზე მეტი. ქალებში ამერიკული რეკომენდაციებით 88 სანტიმეტრზე მეტი და ევროპული 80 სანტიმეტრზე მეტი. ტრიგლიცერიდების დონე 150-ზე მეტი, HDL ქოლესტეროლი, ანუ ეგრეთ წოდებული კარგი ქოლესტეროლი. მამაკაცებში 40-ზე ნაკლები და ქალებში 50-ზე ნაკლები, არტერიული წნევა 130-85-ზე ან მეტი და უზმოდ გლუკოზის დონე 100 ან მეტი. თუ ამ ჩამოთვლიდან 3 ან მეტი არის სახეზე, ესე იგი სახეზე გვაქვს მეტაბოლური სინდრომი. ანუ ანალიზებში ყურადღებას ვაქცევთ ლიპიდური ცვლის მაჩვენებლებს, ანუ ქოლესტეროლს, ვთქვათ, ტრიგლიცერიდებს, გლუკოზის დონეს, წელის გარშემოწერილობას ვაქცევთ ყურადღებას, შეიძლება ასე მნიშვნელოვანი იყოს, ვთქვათ, გლუკოზის დონე არ იყოს განსაზღვრული და გლიკოზირებული ჰემოგლობინი, ანუ ბოლო 3 თვის განმავლობაში როგორია შაქრის საერთო მაჩვენებელი და რა თქმა უნდა, ყურადღებას ვაქცევთ წნევის მაჩვენებლებს. დიდი მადლობა. გარდა ამ ჩამოთვლილისა, ლაბორატორიულ კვლევებამდე სანამ მივალთ. მხოლოდ არტერიული წნევის ცვალებადობა და გარშემოწერილობა წელის შეიძლება ვიფიქროთ. არის ცენტრალური ნიშანი. ცენტრალური სიმსუქნე არის ცენტრალური ნიშანი, კი ბატონო. გასაგებია. და თვითონ გენეტიკური ფაქტორი რამდენად არის გადამწყვეტი ამ შემთხვევაში მოქმედებს გენეტიკური წინასწარ განწყობა? ცით მეტაბოლური სინდრომის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი არის გარემო ფაქტორები, ეს არის ვთქვათ, როგორ ვიკვებებით, ფიზიკური აქტივობა, მაგრამ არ შეიძლება გენეტიკური ფაქტორების უგულებელყოფა. მაგალითად, კვლევებით არის ნანახი, რომ სიმსუქნის მქონე ადამიანების შთამომავლებს გაცილებით უფრო მაღალი აქვთ რისკი სიმსუქნის განვითარების. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ორსულობის დროს დედის კვება, ასევე პოსტნატალურ პერიოდში კვება, ასე რომ გენეტიკური ფაქტორები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია გარემოს ფაქტორებთან ერთად. გენეტიკური ფაქტორები მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, თუ პირობითად აქტიური ცხოვრების წესით ვცხოვრობთ, ჯანმრთელი ცხოვრების წესით ვიკვებებით ჯანმრთელად და ანუ არ დიდად სტრესში არ გვიწევს ცხოვრება. შესაძლებელია ამ შემთხვევაში მაინც
მაინც განვითარდეს მეტაბოლური დარღვევები? იცით რა, რისკები ძალიან შემცირდება. აი, გადაჭრით ძალიან რთულია. იცით რა ყოფილა, რომ მაგალითად გამხდარი გოგოა, წელის გარშემო პაციენტი გამახსენდა ეხლა და იმიტომ თქვი გოგო, წელის გარშემო წერილობას ნორმაშია. უბრალოდ არაფრით არ იფიქრებ, რომ ამ ადამიანს შეიძლება ქონდეს ინსულინ რეზისტენტობა და უბრალოდ გამოკვლევებს ვატარებდით პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის გამო და აღმოჩნდა, რომ ძალიან გამოხატული ინსულინ რეზისტენტობა აქვს. ასე რომ გენეტიკური ფაქტორები ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ცხოვრების წესის მოწესრიგება არის საფუძველი რისკს ამცირებს, მაგრამ სრულად არ გვიცავს ამ დაავადებისგან შესაძლოა. მან კი ბატონო, დიდი მადლობა, ამ უწურავი პასუხი იყო ნამდვილად. ახლა მინდა ვთქვათ ჩვენი მსმენელისთვის ინსულინ რეზისტენტობასთან დაკავშირებით. კონკრეტულად ინსულინ რეზისტენტობა რა არის, რა ფენომენია, როგორ მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, თქვათ რა რისკებთან არის დაკავშირებული და რა შეიძლება გამოიწვიოს რა გართულებები. ინსულინ რეზისტენტობა აქტუალური თემა არის, ძალიან ხშირად შეხვდებით სოციალურ ქსელებში. რო წარმოვიდგინოთ რა არის ინსულინ რეზისტენტობა, პირველ რიგში რაც შეიძლება მარტივად წარმოვიდგინოთ ინსულინი რას აკეთებს, ხო? საკვები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, გადამუშავდება, თქვათ, გლუკოზად, ხო? შაქრად მარტივად რო ვთქვათ. შემდეგ ამ გლუკოზის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს უჯრედში, იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ენერგია. გლუკოზის ტრანსპორტირებაში უჯრედში ცენტრალურ როლს ასრულებს ინსულინი. როცა ჩვენ გვაქვს ინსულინ რეზისტენტობა, ან გენეტიკური ფაქტორების გამო, ან სიმსუქნის გამო, უჯრედი ვერ რეაგირებს ინსულინზე, ანუ ვერ გზნობს ამ ინსულინის არსებობას და შეფერხებულია უჯრედში გლუკოზის ტრანსპორტირება. ამის გამო ინსულინის უფრო მეტი და მეტი გამომუშავდება, ვითარდება ჰიპერინსულინემია. ჩაკეტილი წრესავით არის ჰიპერინსულინემია, ინსულინ რეზისტენტობას იწვევს, ინსულინ რეზისტენტობა იწვევს ჰიპერინსულინემიას და რასაც შემდეგ მოყვება მთელი რიგი დარღვევები. ინსულინ რეზისტენტობასთან არის დაკავშირებული მაგალითად ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარება, იმიტომ რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, როცა სისხლში გლუკოზის დონე არის ნორმაზე მეტი, პანკრეასი ცდილობს დააბალანსოს ეს მდგომარეობა უფრო მეტი ინსულინის გამომუშავებით. მაგრამ როცა უკვე შეიქმნება დისბალანსი ინსულინზე მოთხოვნას და მის გამოყოფას შორის უკვე ვითარდება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი. ანუ სიმსუქნესთან რო პირდაპირ კავშირშია, ეს გასაგებია, იმიტომ რომ თქვათ როდესაც არის ქრონიკულად კალორიების სიჭარბე, ასეთ შემთხვევაში კუნთოვანი უჯრედი იძლევა სიგნალს, რომ ენერგიის სიჭარბეა უჯრედის შიგნით. ამიტომ გლუკოზა გადაიტანება ღვიძლში. ძლიერდება ლიპოგენეზი, ანუ ცხიმის წარმოქმნა, ცხიმი გროვდება შინაგან ორგანოებში, მათ შორის ღვიძლში და მათ გარშემო და ვითარდება სიმსუქნე. ასევე მჭიდრო კავშირი არის ინსულინ რეზისტენტობას და პოლიცისტურ საკვერცხის სინდრომს შორის. პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი ზოგადად ძალიან საინტერესო თემაა. სხვადასხვა კონცეფცია არსებობს, რატო ვითარდება პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი და ერთ-ერთი დაკავშირებულია ინსულინ რეზისტენტობასთან. ანუ როდესაც არის ჭარბი ინსულინი ასტიმულირებს ანდროგენების, ანუ მამაკაცის სასქესო ჰორმონების წარმოქმნას. გარდა ამისა, მამაკაცის სასქესო ჰორმონები სისხლში არის ან თავისუფალი სახით, ან ცილვასთან დაკავშირებული სახით. ფუნქციას ასრულებს ის, რომელიც არის თავისუფალი. და როდესაც არის ბევრი ინსულინი, იმ ცილის წარმოქმნა მცირდება, რომელიც ამ ტესტოსტერონს, ანუ ანდროგენს, მამაკაცის სასქესო ჰორმონს იკავშირებს. შესაბამისად, იქნება ამ პირობებში ჰიპერანდროგენია. ანუ მამაკაცის სასქესო ჰორმონის დონე არის მაღალი, ამას მოყვება ჰირსუტიზმი, ანუ ჭარბთმიანობა, აკნე, შავი აკანტოზი არის ხშირად, ანუ ეს მუკანზე მუქი ფერის ადგილები. ფოლიკულების მომწიფება საკვერცხეში, ფოლიკულების განვითარება ფერხდება და ვიღებთ პოლიცისტური საკვერცხის სინდრომს. ხო, საკმაოდ ისეთი
გართულებები შეიძლება გამოიწვიოს და საკმაოდ სერიოზული დაავადებები. აქ მინდა გკითხოთ, დიეტის და ფიზიკური აქტივობის გარეშე შესაძლებელია ბრძოლა ინსულინ რეზისტენტობასთან, მხოლოდ რამე პრეპარატით ან რაღაც დიეტის და ფიზიკური აქტივობის გარეშე ინსულინ რეზისტენტობასთან ყველაზე თანამედროვე წამლებითაც შეუძლებელი, ანუ საფუძველი არის დიეტა და ფიზიკური აქტივობა. წამლები, რა თქმა უნდა, გვეხმარება. გასაგებია, დიდი მადლობა. აქვე მინდა გკითხოთ, მეტაბოლური დარღვევები ინსულტის და ინფარქტის რისკს რამდენად ზრდის? რამდენად შესაძლებელია ამ დაავადების ფონზე რისკი გაიზარდოს გულსიძახთა დაავადებების? კვლევებით არის ნანახი, რომ ათეროსკლეროზული გულსიძახთა დაავადებების რისკი მეტაბოლური სინდრომის დროს იზრდება დაახლოებით 2-ჯერ, ანუ რისკები ძალიან იზრდება, რა თქმა უნდა. ძალიან ხშირად შაქრიანი დიაბეტის დროს გვაქვს მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, ანუ ძალიან მჭიდროდ არის კავშირში. კი ბატონო. საკმაოდ სერიოზული თემა აგვირჩევია, ძალიან სერიოზული გართულებებით კიდევ ერთხელ დავწმუნდი, კიდევ ერთხელ მადლობა ამ უმწურავი პასუხისთვის. აქვე მინდა გკითხოთ, რა ტიპის დიეტა არის ეფექტური მის მართვაში? არის რამე კონკრეტული ტიპის დიეტა, რომელიც ინსულინ რეზისტენტობას ან მეტაბოლურ სინდრომს ან მსგავს სიტუაციებში გვეხმარება ამ დაავადების მართვაში? თუ ზოგადად როგორც ვთქვათ, სწორი კვების როგორც თქვა, ანუ სწორი კვების უნარჩვევების გამომუშავება გვეხმარება, თუ რამე განსაკუთრებული დიეტა არსებობს ამისთვის? დიეტა და ფიზიკური აქტივობა ცხოვრების წესის მოწესრიგება არის საფუძველი, როგორც ვთქვით, ინსულინ რეზისტენტობის, მეტაბოლური სინდრომის, სიმსუქნის, ტიპიური შაქრიანი დიაბეტის კურნალობის. როდესაც პაციენტს ურჩევთ დიეტას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ, რომ ეს კვებითი ჩვევები, რასაც ჩვენ ურჩევთ პაციენტს, მორგებული იყოს მის ცხოვრების წესთან. თავიდან უნდა ავიცილოთ მკვეთრად შეზღუდული, არადაბალანსებული დიეტები. კვებაში უნდა იყოს წარმოდგენილი აუცილებლად ხილი, ბოსტნეული, პარკოსნები, თელმარცვლოვანი პროდუქტები, თევზი, თხილეული და მაქსიმალურად უნდა იყოს შეზღუდული ნაჯერი ცხიმები, მარტივი შაქრები. დაახლოებით 7-დან 10%-მდე პირველი 12 თვის განმავლობაში ითვლება, რომ იძლევა მნიშვნელოვან მეტაბოლურ გაუმჯობესებას. ფიზიკური აქტივობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ ეს არის ზომიერი ინტენსივობის დატვირთვა, რეკომენდებულია 150 წუთი დღეში და მაღალი ინტენსივობის 70 წუთი დღის განმავლობაში. ანუ კვება უნდა მოწესრიგდეს, კალორიების შეზღუდვა აუცილებელია, მაგრამ ეს უნდა იყოს აუცილებლად დაბალანსებული, ყველა საჭირო ელემენტი აუცილებლად ადამიანმა უნდა მიიღოს და მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალიან შეზღუდული დიეტები თავიდან ავიცილოთ. და კალორიას რაც შეეხება, ვისარგებლებ ჩვენ კი ამით და სხვა ახლომდებარე თემებია. კალორიას რაც შეეხება, ინდივიდუალურად დგინდება, როგორც ვიცი, ყველა ადამიანთან დაკავშირებით ერთ დღეში მისაღები კალორიების რაოდენობა, ხო? კალორიები განისაზღვრება. ან საიდან სადამდეა, რომ გითხრათ, აი ძირთადად ნორმალურ შემთხვევაში რაღაცა განსაკუთრებულს არ გულისხმობ, რამდენი კალორია უნდა მიიღოს? მაქსიმუმ შეიძლება 2200 კალორია მიიღოს ადამიანმა, რომელსაც წონის დაკლება არ შენარჩუნება, და კი 2200 კალორია. უნდა შევქმნათ კალორიების დეფიციტი, მაშინ როცა უკვე წონაში ვიკლებთ. იცით, ფიზიკური აქტივობის და კვების გარდა ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ თამბაქოზე ვთქვა თუ არის, ალკოჰოლი შეიზღუდოს და ძილი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძილი არის, რაც ალბათ ყველაზე პირველად ზარალდება მაშინ, ჩვენი ძილი ეწირება ჩვენს გაზრდილ აქტივობებს, ხო, როცა ესე იგი დრო არ გვაქვს, ზარალდება როგორც წესი ძილი და ძილი არის უმნიშვნელოვანესი ფიზიოლოგიური პროცესი. იმისთვის, რომ ჩვენი ფიზიკური ფუნქციონირება, მენტალური ფუნქციონირება იყოს ნორმალური და ჯანმრთელი. რეკომენდაციებით, ანუ ძილის ნაციონალური ფონდის რეკომენდაციით
დასრულ ადამიანს ჭირდება 7-დან 9 საათამდე ძილი. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე რა დროს გვძინავს. არიან ადამიანები, რომლებიც ადრე იძინებენ, ადრე იღვიძებენ, არიან ადამიანები, რომლებიც გვიან იძინებენ და გვიან იღვიძებენ. ნუ უკეთესია თუ ადრე დავიძინებთ და ადრე გავიღვიძებთ, ამას ახსნა აქვს. არის სწრაფი ძილის ფაზა, ნელი ძილის ფაზა. ღამის პროგრესირებასთან ერთად აღმოჩნდა, რომ ადამიანები უფრო მეტ დროს ატარებენ სწრაფი ძილის ფაზაში. სწრაფი ძილის დროს სუნთქვა ხშირდება, გულისცემა ხშირდება, ანუ მეტაბოლიზმი აქტიურდება. ადამიანები, რომლებიც უფრო გვიან იძინებენ, უფრო დიდ დროს ატარებენ სწრაფი ძილის ფაზაში. ამიტომ ხშირად ეს ადამიანები იღვიძებენ დაღლილი. შეიძლება ეძინოს 7 საათი, მაგრამ მაინც დაღლილმა გაიღვიძოს. უძილობა არასაკმარისი ძილი იწვევს მნიშვნელოვან დარღვევებს ნივთიერებათა ცვლის მხრივ. გლუკოზის დონე იზრდება, ინსულინ რეზისტენტობა მატულობს. არის ასეთი ჰორმონები გრელინი, ლეპტინი, რომლებიც დაკავშირებულია შიმშილთან, დანაყრების შექმნებასთან. ამ დროს გრელინის დონე მატულობს, ლეპტინის დონე ქვეითდება, როცა არასაკმარისად გვძინავს და შესაბამისად შიმშილის გზნობა ძლიერდება. ასე რომ ძილი არის უმნიშვნელოვანესი, ეს უგულებელ ძალიან კარგი ჩვენს მანალს ურჩევ გაითვალისწინონ, ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია მოგცა ექიმმა და დიდი მადლობა. ახალ პრეპარატებზე რას ფიქრობთ? მაგალითად GLP-1 ანტაგონისტებზე. მაინტერესებს თქვენი აზრი, როგორც პროფესიონალის. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი პრეპარატებია, ძალიან გვეხმარება. რეალურად ეს წამლები შეიქმნა როგორც ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალო საშუალება, უბრალოდ აღმოჩნდა, რომ აქვს კარგი გავლენა ძალიან სიმსუქნის ტონის კორექციისთვის. მათი მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს იმაში, რომ როცა ხდება საკვების მიღება, საკვების მიღების საპასუხოდ ინსულინის სეკრეციას აძლიერებს, კუჭის დაცლას ანელებს, ძალიან მნიშვნელოვანია. ჰიპოთალამუსზე აქვს მოქმედება და შესაბამისად შიმშილის ქნობას თრგუნავს. პანკრეასის უჯრედების, რომლებიც ინსულინს გამოიმუშავებენ, მათ აპოპტოზს თრგუნავს და პროლიფერაციას უწყობს ხოლმე. ანუ არის ძალიან ფართო შესაძლებლობის წამლები და საჭიროების მიხედვით ძალიან ბევრ სიკეთეს გვაძლევს. თუმცა ექიმის დანიშნულების გარეშე არ შეიძლება პრეპარატების გამოყენება. კი ბატონო, ჩვენთან შეუფერხებლად იყიდება საქართველოში ეს პრეპარატები ექიმის რეცეპტით თუ რეცეპტის გარეშე თქვენ როგორ გაქვთ ინფორმაცია? იცით რა, წესით უნდა იყიდებოდეს რეცეპტი. აუცილებლად გეთანხმებით კი ამ პრეპარატების მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე არაფრით არ შეიძლება. რა თქმა უნდა. მინდა უთხრა ჩვენს პანელს, რომ აუცილებლად გაიარონ წინასწარ კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან და შემდეგ უკვე შესაძლებელია ენდოკრინოლოგის დანიშნულების მიხედვით გამოიყენონ ეს პრეპარატი, თუ რა თქმა უნდა ექიმი ჩათვლის საჭირო. თქმა უნდა, იმიტომ რომ არის მდგომარეობები, როცა ამ წამლის დანიშნა არ შეიძლება. კი ბატონო, გეთანხმებით. თორემ სარგებელზე მეტი მავნებლობის მოტანა შეუძლია. კი ბატონო. აქვე მინდა კითხოთ ქალებში, ქალბატონებში მეტაბოლური სინდრომი ორსულობის და შაქრიანი დიაბეტის დროს რაიმე მკვეთრ გართულებებს იწვევს, მართვა რთულდება ამ შემთხვევაში თუ მეტაბოლური სინდრომი ორსულობის დროს. კი. მეტაბოლური სინდრომის დროს თქვა შეიძლება ორსულობის დროს განვითარდეს გესტაციური დიაბეტი. პაციენტის დამყოლობის შემთხვევაში გესტაციური დიაბეტი იმართება. არ უქმნის პრობლემებს ორსულს იმ შემთხვევაში თუ დაავადება სწორად არის ნამართი და პაციენტი დამყოლია. ორსულობის შემდეგ პაციენტს შეიძლება დიაბეტი არ ჰქონდეს. თუმცა ეს ნიშნავს, რომ მას გარკვეული წინასწარ განწყობა აქვს და სულ ყურადღებით უნდა იყოს, რა თქმა უნდა. გასაგებია, დიდი მადლობა. ასევე მინდა კითხოთ ჩვენ სოციალურ სივრცეში საკმაოდ გავრცელებულია სხვადასხვა ტიპის დიეტები. არ დაგლით აქ მათ ჩამოთვლით ორი ყველაზე გავრცელებული ცხიმის ან კეტო დიეტის ირგვლივ თქვენი პროფესიონალური აზრი მაინტერესებს და ინტერვალურ შიმშილობასთან დაკავშირებით ასევე. კეტოგენური დიეტა, ხო? დიახ.
საფუძველი არის, რომ აქ ენერგიის წყაროდ გამოიყენება ცხიმი. მნიშვნელოვნად არის შეზღუდული ნახშირწყლების მიღება, გაზრდილია ცხიმის და ცილის მიღება. დაახლოებით ესე არის ხოლმე რაციონის 55-60% არის ცხიმი, 30-35% არის ცილა და 5-10% არის ნახშირწყალი. იმ შემთხვევაში, როდესაც ნახშირწყლების მიღება არის 50 გრამზე ნაკლები, ასეთ შემთხვევაში იწყება ენერგიის წყარო ძირითადად ცხიმის გამოყენება. და კეტოგენური დიეტის დროს, მაგალითად თუ ადამიანი იღებს 2000 კალორიას, ნახშირწყლები შეადგენს 20-დან 50 გრამამდე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ არის ეს დიეტა საფრთხის შემცველი, თუმცა მას აქვს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიც არის მაგალითად თირკმელში კენჭების წარმოქმნა. ამიტომ ხო და ასევე აღსანიშნავია, რომ გრძელვადიანი ეფექტი არ აქვს. ამას ხომ მთელი ცხოვრება ადამიანი ვერ შეასრულებს. შესაბამისად, მოკლევადიანი ეფექტისთვის შესაძლებელია, თუმცა ხანგრძლივად სასურველი არ არის, მაგრამ ამ მოკლევადიან ეფექტსაც არ ვიცი რამდენად გამართლებულია. იმიტომ რომ ადამიანმა უნდა დაიკლოს წონაში ისე, როგორც შეძლებს მერე რომ მთელი ცხოვრება იყვებოს. თორე ვთქვათ, თუ გადავწყვიტე რომ ვარ რაღაც კონკრეტულ დიეტაზე, ვთქვათ ვარ კეტოგენურ დიეტაზე, ხო, ესე იგი რაღაცნაირად ნერვული სისტემა განეწყობა, რომ მე ვარ ერთი თვე ამ შეზღუდვებზე. შეზღუდვების პირობებში ზოგადად ადამიანის ცხოვრება არ უყვარს და როგორც სრულდება, მე თუ მაქვს დაკლებული 10 კილოგრამი, შემდეგ თვეში იმატება 20 კილოგრამს. ამიტომ მე არ უწევ რეკომენდაციას ასეთ დიეტებს, უმჯობესია კვება იყოს დაბალანსებული, ყველაფერი მივიღოთ, თუ რაღაც განსაკუთრებით გვიყვარს. ხო, მაგალითად ძალიან გვიყვარს ნამცხვარი, ერთი ნაჭერი ნამცხვარი რომ მივიღოთ კვირაში ერთხელ, არაფერი არ მოხდება ამის გამო. კი ბატონო. ამიტომ ზომიერება ძალიან მნიშვნელოვანია. ვიყალიბდეს, რომელსაც თელი ცხოვრება, ასე ვთქვათ, მოყვებით მკაცრად. ინტერვალურზე მკითხეთ. და ინტერვალურთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს დაფუძნებულია იმაზე, რომ ინსულინის გამოყოფა იწგუნება პრაქტიკულად. თუ დიდი ხნის განმავლობაში არ ვიღებთ საკვებს, ასეთ შემთხვევაში საკვების საპასუხოდ ინსულინის გამომუშავება არ ხდება. ანუ ინსულინის რაოდენობას ვამცირებთ ორგანიზმში, ის ჰიპერინსულინებია, როგორც თქვით უკვე, დაკავშირებულია წონის მატებასთან. მაგრამ ესეც არის გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მოკლა შედეგისთვის. ამასაც მოყვება მე როგორც წესი წონის მატება. კი ბატონო. აქვე მინდა გკითხოთ, ჩვენ ჩამოთვალეთ ზემოთ სიმპტომატიკა, რა შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ შეიძლება საქმე გქონდეს მეტაბოლურ დარღვევებთან და ინსულინ რეზისტენტობასთან და მზად რომ იყოს ჩვენი მსმენელი, მინდა ვუთხრათ რა მინიმალური ლაბორატორიული კვლევები არის საჭირო, რომ გავაკონტროლოთ ჩვენი მეტაბოლური ჯანმრთელობა. პირობითად რაღაც სიმპტომები გვაქვს, შეიძლება ეჭვი მივიტანეთ და ექიმთან რომ მივალთ, რა დაგხვდება, რა პირველადი კვლევები ჩაუტარდება პაციენტს. დიახ. მოკლედ რომ ვუთხრათ. აუცილებლად ვსაზღვრავთ გლუკოზის დონეს სისხლში. ძალიან ხშირად ვაკეთებთ ჰომა ინდექსებს. ჰომა ინდექსი არის ტესტი, რომელთაც განსაზღვრავთ ინსულინ რეზისტენტობას. უბრალოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ ოქროს სტანდარტ ინსულინ რეზისტენტობის განსაზღვრის, ესე ქვია, არის ჰიპერინსულინემიური ეუგლიკემიური გლუკოზა-კლემპ ტესტი, რომლის გამოყენება ძალიან შეზღუდულია პრაქტიკაში. ამიტომ ვაკეთებთ ჰომა ინდექსებს. თუმცა რეკომენდაციებში არსად არ არის მოწოდებული, რომ უნდა გავზომოთ ინსულინ რეზისტენტობა. ინსულინ რეზისტენტობა ამოიცნობა ძირითადად კლინიკური სიმპტომებით და ამ შემთხვევაში ვაქცევთ ყურადღებას იმ ნიშნებს, რომელზედაც ვისაუბრეთ უკვე, ეს არის წელის გარშემოწერილობა, შაქრის დონე სისხლში, წნევა, ქოლესტეროლის სხვადასხვა ფრაქციის დონე. მე ინდივიდუალურად პაციენტის ჩივილების მიხედვით შეიძლება პოლიცისტოზი იყოს ამასთან ერთად, მაგრამ ასეთ შემთხვევაში სხვა კვლევებს ჩატარდება ცხადია. კარგი, დიდი მადლობა. ძალიან მცირედ მინდა შევეხოთ საკვების მიმართ ინტოლერანტობის ტესტს.
ბოლო დროს მოიმატა მოთხოვნა ამ ტესტზე ინტერესით გაიზარდა ჩვენს მოსახლეობაში და მსმენელში. მოკლედ რომ უთხრათ რა არის ეს ინტოლერანტობის ტესტი, რასთან დაკავშირებით კეთდება და პირობითად რა შედეგები შეიძლება მოგვცეს თუნდაც უშუალოდ სიმსუქნის მკურნალობაში გამოვლენა იმ პროდუქტების, რაზეც ჩვენი ორგანიზმი ინტოლერანტულია, თქვათ. საკვებისადმი ინტოლერანტობის ტესტი გვაძლევს ინფორმაციას იმ საკვების შესახებ, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის არის მიუღებელი. ანუ ტესტის შედეგად სხვადასხვა პროდუქტის მიმართ განისაზღვრება იმუნოგლობულინის დონე, ანუ ანტისხეულების დონე. რეკომენდებულია გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს შებერილობა, ყაბზობა, დიარეა, შეშუპება, გულისრევა, თავის ტკივილი. სიმპტომები შეიძლება იყოს ძალიან მრავალფეროვანი. ძალიან ხშირად ასეთი ადამიანები წლების განმავლობაში დადიან სხვადასხვა ექიმთან, ძალიან ხშირად გასტროენტეროლოგთან და ძალიან ხშირად მიზეზი ვერ დგინდება. და ამ დროს შეიძლება გარკვეული პროდუქტის ამოღებით ეს პრობლემები მოგვარდეს. ძალიან მნიშვნელოვანი ტესტია. და ძალიან ბევრი ინფორმაციას გვაძლევს. სიმსუქნის შემთხვევაშიც არის ხანდახან რომ ადამიანი ასრულებს რეკომენდაციებს, შედეგს ვერ იღებს, აქაც შეიძლება ინტოლერანტობის ტესტი დაგვახმაროს. რომელიმე კონკრეტული საკვები აფერხებდეს ზონაში კლებას. კი ბატონო. დიდი მადლობა, თქვენგან პირობას ვიღებთ, რომ ამ თემას მიუბრუნდებით და ვრცლად ვისაუბრებთ შემდგომ ეპიზოდში. ძალიან საინტერესო თემა გამოვიდა. თქვენი კითხვები ექიმთან შეგიძლიათ დაგვიტოვოთ კომენტარებში და მე მხოლოდ ბოლო კითხვაა დამჭა თქვენთან დასასმელი. როგორც ენდოკრინოლოგი, როგორც ექიმი, მედიცინის დოქტორი, ექიმმა, მედიცინის დოქტორმა მინდა მიმართოთ ჩვენ მსმენელს და უთხრათ რა უნდა გააკეთონ უკვე ხვალვე, თუ ეს ჩვენი ჩამოთვლილი სიმპტომატიკა, რომელიმე მათ აწუხებთ, ან ეს ცენტრალური ნიშნები, ან სავარაუდო ნიშნები, მიმართოთ ჩვენ მსმენელს და უთხრათ რა უნდა გააკეთონ ხვალვე. კი ბატონო. ის გადადება არ შეიძლება. ზოგადად ყველას ვეტყოდი, რომ ბოლო 10 წლების განმავლობაში, 10 წლების განმავლობაში ძალიან არის გაზრდილი სიმსუქნის გავრცელება. 200%-ით არის გაზრდილი ესეთი მონაცემია. და 4 ფაქტორი არის აქ გამოყოფილი, რასთან არის ეს კავშირში. ეს არის კვება, არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა, არასაკმარისი ძილი და სტრესი. შევეცადოთ, რომ კვება იყოს ჯანსაღი, ხილი, ბოსტნეული, თხილეული, პარკოსნები, თევზი, მთელმარცვლოვანი პროდუქტები იყოს ფართოდ წარმოდგენილი ჩვენს რაციონში. შევზღუდოთ ნაჯერი ცხიმები, მარტივი ნახშირწყლები. ფიზიკური აქტივობა აუცილებელია. უბრალოდ გამოვიდეთ კვირაში რამდენჯერმე სახლიდან, მაგალითად კვირაში 4 ჯერ და 40 წუთი უბრალოდ ფეხით ვიაროთ. ჯდომარე ცხოვრების წესი აქვს ბევრ სამსახურიდან გამომდინარე. მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ როცა შეგვიძლია ავდგეთ, წამოვდგეთ, გავიაროთ, გამოვიაროთ. შევამციროთ ალკოჰოლი, უარი ვთქვათ თამბაქოზე. შევეცადოთ, რომ ძილი იყოს მოწესრიგებული 7-9 საათი. ძალიან რთულია სტრესის თავიდან აცილება, იმიტომ რომ მუდმივად ადამიანები განიცდიან გარე და შიდა სტრესების ზემოქმედებას. ამის საპასუხოდ გამოიყოფა კორტიზოლი. კორტიზოლი ძალიან საჭირო ჰორმონია. როცა საჭიროა ორგანიზმა თავი დაიცვას, ამ შემთხვევაში მისი გამოყოფა ძალიან მნიშვნელოვანია და ადაპტაციური მექანიზმია. სტრესის საპასუხოდ კორტიზოლი უზრუნველყოფს ენერგიის მობილიზებას, მაგრამ როდესაც სტრესი არის ქრონიკული, კორტიზოლის დონე სისხლში არის მაღალი, ამას მოყვება სისხლში გლუკოზის, ცხიმოვანი მჟავების დონის მატება, რაც დაკავშირებულია, რა თქმა უნდა, სიმსუქნესთან. ამიტომ ძალიან შევეცადოთ, რომ სტრესი თავიდან ავიცილოთ სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობით, სასიამოვნო ჰობი გავიჩინოთ და რაღაცნაირად შევეცადოთ, რომ ახლოს ვიყოთ ჯანსაღ ცხოვრების წესთან. შეუძლებელია იდეალურად ყველაფრის შესრულება, მაგრამ ახლოს რო ვიყოთ, შესაძლებელია. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისათვის, ასეთი საინტერესო საუბრისთვის. ძალიან კარგი საუბარი გამოგვივიდა და მე პირადად ამომწურავი პასუხები მივიღე ყველა ჩემს კითხვაზე. ჩვენს მსმენელს კი მინდა ვუთხრა, რომ თუ მოგეწონათ ჩვენი პოდკასტი, არ დაგავიწყდეთ გამოწერა, რომ ბევრი საინტერესო რამე მოისმინოთ კიდევ. მადლობა რომ გვიყურეთ და გემშვიდობებით.